ეხლა ჩვენ გეგმავთ, რომ ჩანდლერის ჯიშის 3 წლის სცენარის გასვლა ფორმირება ვაწარმოებთ. გასვლა ფორმირება აუცილებელია გამომდინარე იქიდან, რომ მაქსიმალურად მეტი საკვები ელემენტი მივცეთ იმ ჯამრთელ საღ ღეროებს, რომლებიც პერსპექტივაში შემდეგ ნაყოფიერებას მოგვიტანს. საშემოდგომო გასვლა ფორმირება იწყება დეკემბრის 20-ისთვის, ხოლო რაც შეეხება საგაზაფხულოს, შესაძლებელია დაერქვას მას საგაზაფხულო გამომდინარე იქიდან, რომ თებერვლის თვეში ხდება 1 თებერვლიდან მისი გასვლა ფორმირება. ეს ჩანდლერის ჯიშის 3 წლიანი ენერგია და მისი გასვლა ფორმირება შემდეგნაირად ხდება. პირველ რიგში ახალი ბოლო ამონაყარები უნდა მოვაშოროთ სცენარეს. დამატებით ის არანაირ შედეგს არ მოგცემს და პირიქით უფრო მეტ საკვებს ითხოვს ნიადაგიდან და მცენარიდან, ვიდრე შეიძლება ნებისმიერ რომელიმე სახს გამოადგეს. როგორც ხედავთ, აქ არის შემთხვევები, როდესაც მცენარის ტოტთან აქ მარტი კუთხე და აუცილებლად უნდა წაიკვეთოს. 3 კვირტზე უნდა გადაიჭრას ტოტი და აუცილებელია აქაც გამოვიყენოთ ის მეთოდი, რომელიც უკავშირდება დაახლოებით 12 გრადუსის დახრას და აუცილებელია ასევე დახრილობა არ იყოს მიმართული კვირტისკენ. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სცენარის თავარღერძა სისტემა თუ დარგვის დროს არ არის ფორმირებული და ყოველთვის იქნება ეს ზედა აღმავალი, რომელიც შედეგს საერთოდ არ გვაძლევს და უფრო მეტ საკვებს იყენებს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სჭირდება. ამიტომ მისი გადაჭრა უნდა ხდებოდეს. როდესაც დავასრულებთ გასვლა ფორმირებას, როგორც ხედავთ, ზუსტად ასეთ მდგომარეობას ვახსენებთ, როდესაც გავსხლავთ 3 წლის სცენარეს. აუცილებელია იმისთვის, რომ არ დააზიანოს წყალმა ყველა წაკვეთილს, ამ შემთხვევაში ემულსიას აღებავი, რომელიც წყალში იხსნება, მაქსიმალურად დავეხმაროთ. სწორი გასვლა ვარჯის ფორმირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფრო მაღალი ხარისხის და უფრო მეტი მოსავალი მივიღოთ და მაქსიმალურად გამოვრიცხოთ ის მეცნიერება, რომელიც ზოგადად მრავალწლიან კულტურებს ახასიათებს. ყოველწლიურად გქონდეს ჩვენ დიდი რაოდენობის მოსავალი საუკეთესო ხარისხის.